და თუ ჩანს გარკვეულად ქართული ხასიათი თუ ამჩნევს, იმიტომ რომ ალბათ ყოველ ქვეყანაში აქვს თავისი ინდივიდუალურობა და ეს ჩანს ფილმებში თითქმის ნებისმიერი ქვეყანა რომ უშვებს ესეთ პროდუქციას. Herkent u in uw studenten in deze nieuwe generatie van Georgische? Mისთვის განსხვავებული შეიძლება იყოს. In deze nieuwe generatie van Georgische animators, Georgische identiteit of iets bijzonder Georgisch? რადგან თავისუფლება 21 საუკუნეში ვფიქრობ თითქმის ეს მასშტაბურია და უფრო გლობალური. Hoewel vrijheid in deze eeuw van 21ste eeuw is vooral globaal geworden, ook in Georgië. Kijk, de jeugd is studenten die ik heb, ze zijn nu een onderdeel van de wereld geworden. Ze kijken ook allemaal naar YouTube, ze kijken allemaal dus naar Facebook. En, dus het wordt bijna globaal. En als je ook nu de dingen die ziet die ze aan het maken zijn, dat is bijna mondiaal dingen die ze gebruiken. Maar daarnaast zie je toch dus dat ze, maar dat zat ook een beetje natuurlijk in de opdracht, veel Georgische elementen erin zitten, de zon, de vlag. Dus ze zijn daar wel mee bezig. En ze hadden natuurlijk ook dat. Er moest iets historisch van Georgië in zitten. Maar dat doen ze wel. ეს ნაწილი ქართველი ანიმატორებისა, რომელთანაც უშუალო კონტაქტი მაქვს არისო, მსოფლიო თავისუფალი ახალგაზრდობის ნაწილი, რადგანაც ახლა უკვე საზღვრები გახსნილია, არსებობს Facebook-ი, არსებობს YouTube-ი, ისინი ზუსტად ისევე აზროვნებენ, როგორც მათი სხვა უცხოელი თანატოლები, მაგრამ თითოეული სტუდენტის ნამუშევარში, რა თქმა უნდა, ვგრძნობ მე ქართულ ელემენტებს. ზოგან არის ქართული დროშა, ზოგან არის ქართული ისტორიის ნაწილი, მაგრამ ეს თვითონ რაღაც ქართული ეს იდენტურობის ჩადება, ეს ჩვენი საერთო ფილმის შექმნის ერთ-ერთი პრინციპიც არის. ასეთ ამბობს ბატონი ვანდაიკი. ხაი, ბატონი ვანდაიკს გაუჩნდა თუ არა გარკვეული საომავლო იდეა ქართულ ანიმატორებთან მუშაობასთან დაკავშირებით, ანუ აპირებებს თუ არა რაიმე ახალ პროექტს ასევე მათთან ერთად. Interessebi, saarto interessebi toe gaachda. Vanwege deze huidige medewerking met Georgiërs en Georgische studenten, hebt u misschien idee over mogelijke toekomstige projecten samen met Georgiërs? Dainteresseerd თუ არა რომელიმე სტუდენტით გამორჩეულად. Of heeft u misschien bijzondere interesse met een of andere student, Georgische student? რომელსაც სურს თუნდაც განუვითაროს ანიმაციის სფეროში უფრო მაღალი დონე. Die bijzonder getalenteerd is en die wil misschien uw verdere medewerking. Hebt u iets bijzonders? Het mooie van onze workshop zoals wij hem nu doen, hij is dus op internet, hij is op YouTube helemaal volgbaar. Dus de hele wereld kan onze workshop. En wat het leuke is al dus dat we een mail kregen van iemand die zag dus van een van de studenten en die zegt, die moet je mee naar Holland nemen, want dat is een hele goeie. ჩვენი პრინციპი მუშაობის არის ესე იგი ინტერნეტის მეშვეობით ინტერაქციული მუშაობა არის და ნებისმიერ ადამიანს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილიდან შეუძლია თვალყური ადევნოს ამას ჩვენი ვებსაიტის მეშვეობით. ვებსაიტის მისამართია animation-the-west.nl. აი ამ ვებსაიტზე თუ შევა დაინტერესებული ადამიანი მაშინ შეუძლია ლაივში თვალყური ადევნოს რა დონეზეა ახლა ფილმი და როგორ მუშაობენ ესენი სტუდენტებთან ერთად. ანუ შესაძლებელია ვირტუალურად ურთიერთობები ამ საიტის საშუალებით. დიახ, რა თქმა უნდა, მთელი პრინციპი და ძალიან დიდი განსაკუთრებული პლუსი ის იყო აი ამ workshop-ისა, ის არის ზუსტად ეს ინტერაქციული მომენტი, რომ
ეს ბატონ გერიტონდაიქს დავესესხები და მას ქონია არაერთი ვორქშოპები არაერთ ქვეყანაში, მაგრამ აი ეს მომენტი, რომ სტუდენტს ყოველთვის შეუძლია შეავსოს თავისი ნამუშევარი, ნახოს სხვა მისი კოლეგა რას აკეთებს, ფილმი რა დონეზია, ეს ყველაფერი შეგიძლიათ თუნდაც აი ამ წუთშივე ნახოთ თქვენც და სხვა დაინტერესებულმა პირმაც. ეს არის ძალიან, ესე იგი, უმაღლესი დონის ინტერაქციული ურთიერთობა ამ ორ თაობას, ორ ტრადიციებს შორის. ასეთი ურთიერთობით კეთდება ეს ფილმი და არა დავშვა დილიდან საღამომდე ერთად ჯდომით. ეს მომენტი, ეს ინტერაქციული მომენტი არის ვებსაიტში პირველ რიგში გათვალისწინებული. დიახ, ბატონ სილვიას მიმართო. როგორია თვითონ ჰოლანდიელი სტუდენტების დამოკიდებულება ანიმაციის მიმართ? ანუ რამდენად ინტერესდებიან ისინი? Volgende vraag aan Celia. Wat denkt u, hoeveel zijn in Nederlandse studenten, hoe ver zijn geïnteresseerd in de animatiewereld? Hebben jullie wel studenten die in deze wereld zijn betrokken? და რამდენად ვითარდება ჰოლანდიაში საერთოდ ეს სფერო? En gewoon algemeen uw mening over animatieontwikkeling in Nederland? Oh, ik denk dat Gerrit er meer van weet dan ik. Dus ik zou dat eigenlijk willen doorspelen naar Gerrit. მე ვთვლი რომ ეს ძალიან კარგი კითხვა იქნებოდა გერიტისთვისა და ისთვიში თქვენის ნებართვით. თქვენ ერთ საქმეს ემსახურებით და ამიტომაც ბატონ სილვიას. In Nederland is het bijna net zo moeilijk. De animatie is natuurlijk, blijft een klein vak. En je moet dus heel goed in je vak zijn. Wil je eruit springen. En dat is hetzelfde voor hier als voor of het in Nederland is, dus of het in Duitsland is of in Amerika. Overal is het erg moeilijk. Dus het is niet speciaal makkelijker in Nederland als waar dan ook. Alleen de mogelijkheden van het gebruik van animatie is in Nederland op dit moment groot door alle games, spellenontwikkeling. Daar wordt erg veel animatie in gemaakt. En daar gaan ook een heleboel studenten naartoe. საერთოდ ზოგადად ანიმაცია ის სფერო არ არის ძალიან ფართე არც ერთ ქვეყანაში, მათ შორის ჰოლანდიაში ეს არის ძალიან ესეთი კონკრეტული ჯგუფისთვის არის და კონკრეტული ჯგუფის ადამიანები არიან ამ საქმეში ჩართული და ეს არ არის ადვილი საქმე, არც იქ, არც თქვენს ქვეყანაში და არც სხვაგან, არც სხვა ქვეყნებში და ჩამოთვალა. მაგრამ ჰოლანდიაში ამას დიდი პლუსი ის აქვს, რომ ჰოლანდიაში ძალიან აქტიურად არიან ესე იგი დაკავებული ამ სპეციალური პროგრამების განვითარებით, რომელიც ხელს უწყობს ანიმაციური ფილმების შექმნას. აი ამ საქმეში არის ჰოლანდია ძალიან ბევრად წინ წასული და ამას გავუსვა ხაზი, თორე საერთოდ ანიმაციის პრობლემები და ეს პუბლიკა ყველა ქვეყანაში ერთი და იგივეა. დიახ, შთაბეჭდილება, რომელიც თვითონ საქართველოს მოახდინა, მას ეს რაღაც გარკვეული სიუჟეტები თუ გახდება სამომავლოდ მისი ფილმის თემა. თემა, რომელიც საქართველოს რაღაც გარკვეულ, ასე ვთქვათ, აღწერილობას მოიცავს, არის იქნება რაღაც გარკვეული იდეის საფუძველი მისთვის. Heel mooie vraag. Hebt u zoiets ervaring gemaakt of getuige geworden, zoiets in Georgië? Die kan misschien in toekomst thema van uw film zijn of betrokken zijn in uw film of soort van inspiratie geeft voor de film. Dat hoop ik. Ik hoop zeg maar dus dat. En nog een keer, dus doordat de film wereldwijd nu, hij gaat dus zaterdag in première, maar op dat moment, of zondag, gaat hij in première. Maar op hetzelfde moment ga je in de hele wereld, kunnen ze hem zien. Dus en daarnaast, wanneer de film, dat moet ik even bekijken, wil ik hem dus gaan gebruiken om te sturen naar festivals. Dus ik probeer hem wel de wereld in te brengen. Hè? Maar dat... უკვე ამ დონეზეც კი ჩვენი ფილმის ვებსაიტის მეშვეობით ეს ფილმი, ეს ქართულ-ჰოლანდიური ანიმაციური ფილმი ბატონი გერიტვანდაიკისა და ქართველი სტუდენტების ერთობლივი თანამშრომლობის, როგორც თანამშრომლობის პროდუქტი, უკვე ხელმისაწვდომია მთელი მსოფლიოსთვის, ვინც ამ საქმეშია ამ საქმითაა დაინტერესებული და როგორც კი ეს დასრულდება, მე ჩემი სიტყვის უფლება მაქვს და შევეცდები, რომ ეს ფილმი გავიტანო ჰოლანდიური და სხვა საერთაშორისო ფესტივალებზე.
ეს უბრალოდ მინდა დავამატო აქვე, რომ გერტ ვან დაიკი არის არაერთი საერთაშორისო ფესტივალის ჟიურის წევრი, თავად ჰოლანდიის საერთაშორისო ანიმაციური ფილმების ფესტივალის დამფუძნებელი და ასე შემდეგ. მე მგონი მისი reputaties. En was vroeger de scouting om animators te vinden voor productiewerk, waar dan ook. Dat gebeurde op festivals. Maar dat is nu YouTube. Als scouting voor animators die ze zoeken voor in de studio te werken, is tegenwoordig meer zoeken ze op YouTube als dat ze naar festivals gaan. Aha. YouTube-ის საშუალებით ეს პროცესები ბევრად უფრო გამარტივებულია და საერთოდ ამას ხაზი გავუსვა, რომ ეს ანიმატორების ურთიერთკავშირები, ეს საინფორმაციო ხასიათის ინფორმაციის გაცვლა და თანამშრომლობა უკვე აი ამ ინტერნეტის და YouTube-ის საშუალებით ბევრად უფრო ხელმისაწვდომია. დიახ, აქვს პერიფრაზი ორგანიზაციას, რომელსაც პრინციპში იშიფრება როგორც ადამიანური ურთიერთობები ხალხთა შორის. აი თქვენ როგორ შეაფასებთ ამას? ეს რომელ ორგანიზაციას ეს გულისხმობთ თუ გაცრავად? თქვენ ორგანიზაციას და თვითონ ანიმაციურ ფილმებს თან სდევს ფიქრობ თემატურად. დასავლეთისა და აღმოსავლეთის კი ჩვენი მიზანი იყო ამ ფესტივალის მიზანი იყო უბრალოდ პრინციპი მოსაწვევშიც რომ აღმოსავლეთსა და დასავლეთ შორის ესე იგი რეანიმაცია დასავლურად, ანუ ეს არის რეანიმაცია ანიმაციის საშუალებით, ანუ დასავლური სიახლეების შემოტანას წარდგენას ქართული პუბლიკისთვის და ქართული ფერების ჩატანას ჰოლანდიაში. აი ამას გულისხმობდი და მე მინდა რომ აი ამ საქმეში ძალიან კარგადაა ჩახედული ჩვენი კოპირაიტერი მარია ლებილოვა და ამას შეუძლია ორგანიზატორია. მარია არის ფესტივალის ერთ-ერთი ძალიან აქტიური ორგანიზატორი და ის მოგვიყვება ახლა შემდეგ აი ამ კონკრეტულად აი ამ თემის დამუშავება და ეს კონცეფცია და გამოფენის მოწყობა არის მარიას პრეროგატივა. კი, აი საინტერესოა მარიამ როგორ გააკეთა ამის პრომოუშენი, რეკლამირება, იმიტომ რომ ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ვფიქრობ ამაში რომ ის სტილია მარიას. მარია არის მთლიანად ჩვენი იმის განსაკუთრებით გამოფენის კონცეფციის დამუშავება, სურათების შერჩევა გერიტთან ერთად და საერთოდ აი ამ გამოფენის შეფუთვა და ყველაფერი ეკუთვნის მარიას, რა თქმა უნდა, შეთანხმებით ჩვენთან ჯგუფთან ერთად, მაგრამ ის არის ამისი ორგანიზატორიც და პასუხისმგებელიც და მე მგონი არაჩვეულებრივად გაართვა. მარია, თუ შეიძლება. Next question to Maria. Volgende vraag in het Engels. Yeah. Next question to Maria, please. How you choose and how you did exhibition, the very conceptual exhibition of Gerrit van Dijk. I already told that you did it together with Gerrit van Dijk and together with team, but Maria is a author of this concept and this responsible for this exhibition. Well, for Gerrit van Dijk. It was a bit. Well, for the first time we decided not to. Firstly, we wanted not to do anything. It was just idea to hang them, and just to have them hanging on the walls. But then we decided that probably for the Georgian public, it's necessary to give some extra explanation, some extra details about the exposition and about the work of Gerrit van Dijk. თავიდან ჩვენ ვფიქრობდით რომ მხოლოდ უბრალოდ დაგვეკიდა ესე წარგვედგინა აი ამ საგამოფენო სივრცეში გერიტ ვან დაიკის ეს გრაფიკული ნამუშევრები. შემდეგ მოგვიანებით ჯგუფთან ერთად გადავწყვიტეთ რომ ქართული პუბლიკისთვის მაინც მიგვეცა უფრო მეტი განამარტება და უფრო დაგვეკონკრეტებინა, თემატურად დაგველაგებინა და უფრო დაგვეკონკრეტებინა აი ამ გამოფენის კონცეფცია, რომელიც არაერთი თემისგან შედგება.